სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა მადლის სათემოს საკრებულოს ეკლესიაში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში 1993 წლის 9 ნოემბერს. გამარჯობათ, სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე მაქვს კითხვა, სურს გავიგო, როდესაც ადამიანი კვდება. ინდა იყოს ბავშვი, ზრდასული, ნინეველი, მოხუცებული და ისინი ქრისტიანები არიან და წარსდგებიან უფლის წინაშე. ისინი იგივე ასაკით წარსდგებიან, მათთან როგორიც მათი მიწიერი ასაკი იყო? ჯონ მაკარტური პასუხობს: მარადისობაში ასაკი არ არსებობს. ასაკი იქ არ არის. ანუ ყველანი ერთი და იგივე ზომისანი ვიქნებით? ჯონ მაკარტური აგრძელებს: თქვენ იცით, რომ მათი სხეულები ჯერ კიდევ არ მიდის უფალთან. იცით ხომ, ეკლესიის ატაცებამდე ეს არ მოხდება. ჯერ მხოლოდ მათი სულები მიდიან. და ალბათ ვიღაცა იტყვის, ატაცების დროს როგორ იქნება მათი სხეულებით იქნება აღდგომაო. ეს იგივე იქნება როგორც კვდრეთით ან აღდგომაც. ძნელია ყველაფერზე დაზუსტებით ლაპარაკი, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ ქრისტეს დავემსგავსებით. მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეს ნიშნავს, რომ ყველა ზუსტად ჩვენ ქრისტეს მსგავსნი გავხდებით. რომ ვიქნებით ერთნაირი სიმაღლის, ერთნაირი სიგანის, იგივე თვისებები, იგივე ფიზიკური მონაცემები. მე უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენ იცით მხოლოდ ის, რაც ბიბლიიდან არის ცნობილი, რომ ჩვენ შევალთ გონებისა და ცნობიერების სრულ სიმწიფეში. ჩვენ სრულიად განვითარდებით, როგორც ადამიანები სხეულში, რადგან გვექნება მარადიულად განდიდებული სხეული. ანუ არანაირი შეზღუდვა არ იქნება, თუ ბავშვი იზღუდება ძალით, რაღაცა გამძლეობით, როცა მარადილ სხეულში შედის, ყველაფერი იცვლება. უკვე ციური სხეულები გვაქვს. და ეს არ არის მსგავსი მიწიერი სხეულისა. ამას აღწერს პავლე თავის კორინთელთა წერილში. ის სრულიად განსხვავდება მიწიერი სხეულისაგან, როგორც სხვადასხვა ცხოველის სხეული და ხორცი განსხვავდება ერთმანეთისაგან. სადაო საკითხია, რამდენი წელს ვიქნებით. მაგრამ ჩვენ ვიქნებით მარადილ სრულყოფილებაში. და ეს გამორჩეული იქნება თითოეული ჩვენგანისათვის. ეს სრულყოფილება იქნება ინდივიდუალურად გამორჩეული. ჩვენ არ ვაპირებთ უცებ გამოვცხეთ და გამოვიდეთ რაღაც ფუნთუშების მსგავსი ერთნაირები. ჩვენ იქნებით გამორჩეულები, მაგრამ ვიქნებით ყველანი მოწიფულები. აღარ იქნება ზღვარი ამ გაგებით. ყველანაირად ყველა იქნება მოციფული. ჩვენ აზრე ლაპარაკობდით აბორტებს რომელი ბავშვებიც და ჩვილებიც და ემბრიონებიც რომელიც გადავიდნენ, რომ ისინიც ყველანი სრულყოფილი იქნებიან და იმათით უფრო ბევრი იქნება დასახლებული ცათა სასუფეველიო. ამაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ. გმადლობ ჯონ პასუხისათვის.